მოგესალმებით ფორმაშის მორიგ ეპიზოდში. დღეს საბახარებაშვილი და ნიკოლოზ რაბანოვი საკუთარ კომფორტის ზონას დატოვებენ და ერთმანეთს განსხვავებულ ფორმაში გამოცდიან. რა სიგიჟე სიძახით? მე არასდროს არ გამიელოებია ჩემს უბედურ კვტვიში ესეთი რამე. ერთივე გამოვიცანი. ვინ გამოიგონა სკოლა? მაგის უნდა გადაიღო და დაიყვირო. აბა გაბედეს როლა. მოგესალმებით, რაბან საბა, გამარჯობა თქვენი მყოფებით ფორმაში და სანამ მე ამ თამაშის წესებს გაგაცნობთ, მინდა რომ ერთმანეთს გაეცნოთ და გადავიდეთ უკვე შემდეგ წესებზე. დაუთმობ. მოგესალმებით. მე ვარ საბახარებაშვილი, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ვარ დინამოთულის ფეხბურთელი და ასევე საქართველოს ასაკობრივი 21 წლამდე ფეხბურთელი. რა რეზიუმი აქვს მის? მე რაღა უნდა ვთქვა. შენი რეგალიები რავი, ოჯახი არაჩვეულებრივი გამაჩნია. განსხვავებული ჯიშის სისხლი მაქვს. ასურელი გახდა ვარ წარმოშობით და რა ვიცი ხა. იუთუბერიც არ ამიშავს რა. ბიჭებო, ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი შედგება 3 რაუნდისგან და ყველა რაუნდის წესებს ნელ-ნელა გაგაცნობთ. შეგვიძლია გადავიდეთ პირველ რაუნდზე. შეგვიძლია. მეგობრებო, ამ რაუნდში თქვენ გევალებათ გამოიცნოთ რომელი უფრო ძვირია თქვენს წინდადებულ კარდებზე გამოსახული ფეხბურთელი თუ ის ნივთი რომელიც მის ქვეშ არის. თამაში სულ 3 ქულამდე იქნება და ერთ რაღაცა შეგახსენებთ რომ შეიძლება ფასები თანაბარი იყოს, ანუ იმ რაუნდში ფრედს დაფიქსირდეს. წარმატებებს გისურვებთ, რაბან შეგიძლია დაიწყო. დავიწყო მე? თუ სურს, რა თქმა უნდა, სურს. გითხარი ვიზია. ლამინ იამალი versus 2 ცალი F-35 გამანადგურებელი. რომელი უფრო ძვირი ღირს, ხო? რომელი უფრო ძვირი ღირს, კი ბატონო. ლამინი 100-ზე მეტი ხო ღირს, უეჭველი. ხა ჯეტ F-35 რა უნდა ღირდეს ეხა მაგისთან და ომის იარაღი არის ეხა. კარგი, მოდი, იამას ვიტყვი მე. რაბან ესე საოცრად ჩემ პირველივე კარტზე ამოიგე ფრე. ლამინ იამალის დღევანდელი სატრანსფერო ფასი არის 200 მილიონი. ხო? და თითო F-35 100 მილიონი ღირს და 2 ცალი ერთად 200 გამოდის. ანუ ქულა არ გეწერება მაპატია. მადლობა ძალიან. ბუკაიო საკა და ფილმ ოპენჰეიმერის სრული ბიუჯეტი. ძალიან დიდი ბიუჯეტი იყო მაგაზე გამოყოფილი რო იცოდე. ოპენჰეიმერია სწორი პასუხი. ოპენჰეიმერს იტყვის. ხო გაიხსნა ანგარიში. სამწუხაროდ რაბან შენ დააფნიე შენი ოპონენტი. რა სიგიჟე სიძახით? მე არასდროს არ გამიელოებია ჩემს უბედურ კვტვიში ესეთი რამე. რამდენი და ოპენჰაიმერი? 100 მილიონი. მეტი არა ბიჭო? არა. ესეთი დონის ისა? ოდიშიც ეხლა სპეციალურად კიდევ უკანა იმას დავიხე უკან რა და რაღაცა ისეთ პასუხს მოგცემ რა. ლიონელ მესი. მაგას დავარნილი. მოიცა ეწოთი, ეხლა რა მაინტერესებს? ლიონელ მესი. ნიშნეომი. რომელი დროის ლიონელ მესი? ეხლა ტრანსფერ მარკეტზე რამდენითაც რაც არის ამ მომენტში, ხო? და სტრადივარიუს ლეიდი ბლანკ ვიოლინო. კი ბატონო. ბიჭო, ეხლა აქვს მესი საკმაოდ დაბალი ფასი. ხო არ გახსოვს რამდენი ნიკუში? გინდა დახმარება? არ მინდა, რა თქმა უნდა. რავი, სტრადივარიუსის ფასი თუ იცი, მესის ფასი შემიძლია გითხრა. მითხარი. 12 მილიონი ღირს ეხლა მესი. ეხლა ღირს 12 და მოდი გავრისკავ და ვიოლინოზე წავალ ეხლა, მაგრამ ძალიან ცუდ რაღაცას ვაკეთებ მესის. არა, მოდი რა, მე მირჩევნია კაცურად დავმარცხდა და მესის ვიტყვი. სამწუხარო რეალობაა, რომ მესი დღეს ვიოლინოზე უფრო იაფია და ვიოლინო ღირს 16 მილიონი და მესი 12. აი რა ვიცი რა ვქნა ეხლა. აუ, ამე ხო რა, ამე ხო ვიძახდი ვიოლინოს. მარტინ ოდეგორი და კლოდ მონის ნახატი. TV ზუნი. ვა, ეს ჩემი აზრით ხა ეს რა უნდა იმახედე. შეიძლება ჩემი პროფესიონალური თვალით შევხედო. ნახატებს ძალიან დიდი ფასი აქვს აქედანვე გეტყვი. ასე რომ პარალელი რო გაავლო კი არა და ის ფრე რო თქვა. შეიძლება ადეკვატური იყოს კი. წინეს დაგიჯერი და დამიჯერი და ცუდად წავიდა და ეხა ან ფრე არის ან ალბათ ის ფეხბურთელი უფრო მეტი ის რა არ ვიცი. აი მოდი მარტინ ოდეგორს ვიტყვი. ისე ვიმოქმედა რაბანას ჯადომ. არა, ტორი. 5 მილიონით უფრო ძვირი ღირს ეს ნახატი ვიდრე მარტინ ოდეგორი. 110 მილიონი ღირს მარტინ ოდეგორი და 115 ღირს TV-ები. აი ეს 115. არა, ადამიანურად თქვი მე მგონია რომ ეგ ნახატი მაგდენი არ ღირს. რა მე გამიგვი და მანახე რომ ვიცოდე ცხოვრების იყო შეიძლება დამჭირდა გადაიხსნე ეხა მაგაში? მე? მაგ ნახატში. რა ხო რას ვიზავთ? ერო კონდეს. კრისტიანო რონალდო და 30 ცალი როლს როის ფანტომი. ეს რომელი წლიანია ეს მანქანა? ბოლო გამოშვება. ზრავი რამდენი?
Rolls-Royce სადაც მისის. დამართალიც იქნება. ო. 30 წელი Rolls-Royce-ის ყიდვა 15 მილიონად შეგიძლია რა. ძალიან ბევრი თარაუნცთარო არა. მე მეგონა ბევრად მეტი ეღირებოდა ეხა ეს 30 წელი ფანტომი არა? ხო? ბოლო მაშინა. აიჭირი. ჰარი კეინი და 500 წელი Porsche 911 Turbo S. ვა. ესეც ალბათ ამ წელს ხო ახალი? ხო 2026 წლის. შევახედე. მაგეთი 200-300 იანი რა. ხო ეღირება. თან 2026 წლის. ხო ეგრე ეღირება უვიჭველი. ხო და აი მასე დათვალე. აი მოდი ჰარი კეინს ვიტყვი. სამწუხაროდ ისევ არასწორია. ერთი ვერ გამოვიცანი. იყო სავი ხა. მე გიხმარები რა შემიძლია ყარებ რა გავაკეთო მეტი არ ვიცი რა. ჯუდ ბელინგემი და Airbus A321 Neo. სამგზავრო ლაინერი არის ეს. აუჩა. ბელინგემი არის. სამგზავრო ერთფრენები ესე? არხის სხვათა შორის ძალიან ძვირი. ჯუდ ბელინგემი უფრო ძვირი უნდა ღირდეს, ან ფრე უნდა იყოს ერთმანეთში საფასო კატეგორიაში. ან არ მინდა ერთი პასუხი მინდა. შევისკე ყარ. ჯუდ ბელინგემს ვიტყვი ხა. დავართალიც იქნები. აბა რა. მე და რა ინფორმაციები მადგება ცხოვრებაში. უბრალოდ მახსოვრობაში მაქვს პრობლემა ხოლმე და ყველაფერს ვერ ვიხსენებ, თორე. ცუდი ბიჭი არა ვარ. Phil Foden და 50 მილიონი ჭიქა Starbucks-ის ლატი. პრინციპის გამო Foden-ზე წავიდოდი რა, რავი შენ ადგილს. მე მგონია რომ აი Phil Foden-ი სადღაც 150 მილიონამდე. არა, უეჭველი Foden-ია პასუხი ჩემი აზრით. რა კაცო, შევი ვერ გავიგე კაცო, ადამიანი რატომ ასხე? დაგიჯერო? ფეხბურთელს ვიტყოდი მე პირადად. აი დაგიჯერე მე. არა, მე არ დამიჯერო, შენს გულის სიღრმეში ჩაიხედე და რასაც შენი ადამიანობა, მეობა და კაცობა გიკარნახებს ის გაეცი პასუხად. მეტი არ ვიცი. აი ტოლს ვიტყვი. ხარებ კი? ეგ არის, ხო? აბა რა. Please. აბა რა. კილიან ემბაპე versus SpaceX-ის კერძო მისია ორბიტაზე 4 ადგილი. ეს ზუსტად ვიცი პასუხი რა არის რა. ხო და ცოტა ხო არ დავძაბო სიტუაცია თქო და იცი რა ღირს SpaceX-ის მოგზაურობა კოსმოსში ანუ. ალბათ კილიან ემბაპეზე ძვირი. კი ბატონო, გისმენთ მაშინ. SpaceX-ის კერძო მისია ბევრად დიდებული არის ვიდრე კილიან ემბაპე? ვერ ვიტყვი, მაგრამ შესაძლებელია ვიღაცის მოსაზრებით, ნუ მასკს ეგრე ჯერა ალბათ. მე მგონია რომ SpaceX-ის ორბიტაზე 4 ადგილიანი მისია უფრო ძვირია, მაგრამ ემბაპეს ვიტყვი ახლა. არა, შენ რაც გინდა ის მითხარ. არა, მე ხა შენ მე რას მიხსნი და მე ლაბარაკები პატარა ბიჭო ახლა. გეუდები რომ ემბაპე მინდა რომ ავირჩიო ახლა. მაშინ აირჩიე. ემბაპეს ვირჩევ. დამართალიც ხარ. რატო ვარ მართალი, რატო ვარ? არა, ემბაპე 200 მილიონი ღირს და აი 4 ადამიანს შეუძლია 180 მილიონად იმოგზაუროს კოსმოსში. აუ ვისაც სახში გიყრია 180 მილიონი. მეტი აზრი აღარ აქვს გაგრძელებას, თუ გინდათ უბრალოდ ინტერესის მოკლის ყურვილით ნახეთ კარდები. ბიჭებო, გისმენთ. თქვენს შორის დევს ერთ-ერთი კითხვა, რომელიც დავსერჩეთ Google-ში. თქვენი მიზანია გამოიცნოთ ყველაზე პოპულარული ვერსიები, რომელიც იქნებოდა პირველ 5 ადგილას. დანარჩენი 5 დატოვებული გვაქვს, რომ კონტექსტი დაახლოებით გაიგოთ. ქულები იწერება შემდეგი პრინციპით. პირველი ვერსია, რადგან ყველაზე მარტივია და ყველაზე მარტივად გამოიცნობთ, რა იქნებოდა არის 1 ქულა და მეხუთე ვერსია იქნება 5 ქულა. შესაბამისად, მეორე 2 ქულა, მესამე 3 ქულა და ასე შემდეგ. ხომარტივია. კი ბატონო. თქვენ პასუხს დააფიქსირებთ დაფაზე და მე შემოვატრიალებთ. კარგი, მე უკვე მაქვს ერთი ვერსია. შეიძლება რამდენიმე ვერსია გავდეს ერთმანეთს, იყოს უბრალოდ განსხვავებული ფორმულირება. თუ ეს ვერსია გეწერებათ, ორივე პასუხის ქულას ჩაითვლით. დადوار. თუ მზადვართ, შეგიძლიათ აჩვენოთ კამერას თქვენი ვერსიები. პირველი პრეზიდენტი. ვინ იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი? პირველი მეფე. რაბან დამეხმარე ასისტენტი იყავი ჩემი და გახსენი ნელ-ნელა პასუხები თუ შეგიძლია. პირველი მეფე. აი, ერთქულიანი პასუხი არის პირველი მეფე. მალადეც. პირველი პრეზიდენტი ორქულიანი პასუხი, 1-2 არის, მაგრამ შეგიძლია გახსნა დანარჩენებიც. ყველაფერს მევხსნი? ბოლო მეფე. უკანასკნელი მეფე. რა იყო რა არის? მე აღარ წავიდა ჩვენი ისა. აი ბოლო მეფეს და უკანასკნელ მეფეს მაგალითად ორივე ქულას აიგებდით. აბა მეორე მხრიდან წადე. მეფე რუსთაველის დროს. აუ, რანაირი კითხვა. ვა. აუ, ამას ცოტა მეტი მაფიქრე. ბიჭებო, უფრო საინტერესო რომ გავხადოთ, შეგიძლიათ ორ-ორი ვერსია დააფიქსიროთ და ყველა
გარტყმული პასუხი ჩაგეთვლებოთ. რა საერთო აქ დაწერე შენ? ერთი დავწერე ერთი ხო? დაწერე? ერთი პასუხი დავწერე და ეხლა მეორეს ვფიქრობ რა შეიძლება რომ ცოტა ბანალური ვიქნები და სიმარტივისკენ წავალ რა. მზად ვარ ბატონო წამყვანო. ხათავს და კვერცხს, აღმოსავლეთს და დასავლეთს, არა ჩვეულებრივი პასუხებია. კაცს და ქალს, კატას და ძაღლს. ჩემი აზრით გაბარტივებული ერი. უკან. დეკემბერს და იანვარს. ეს არის ყველაზე დასერჩვადი. რატო არ დავწერე იქში? რა საერთო აქვს დეკემბერს და იანვარს? ორივე ზამთარია. მე დამეწერა. დეკემბერს და იანვარს. ისევ ბიჭო? ისე? კი, ოღონდ აქ რა საერთო აქვთ? უდაბნოს ცხოველებს რა საერთო აქვთ უდაბნოს ცხოველებს? ეს დარწმუნებული ხარ ხელოვნური ინტელექტით არ არის დაწერილი? ვიღაცას ფაქტია აინტერესებს რა საერთო აქვთ უდაბნოს ცხოველებს. ოკეანეს და ზღვას, ნუ ეს წერია. ეხო ეწერა. კი, და შეგვიძლია გადაგვეწერა, მაგრამ პატიოსანი ხალხი ვართ მე და შენ. სამჯერ წერია ოკეანეს და ზღვას. წავშალო მალეთ. და მაინც რა აქვთ ესეთი საერთო ოკეანეს და ზღვას? ამოუცნობ არ ვიცი. ჰიტა ჩაგვიწერე ვიდეო რასაც. რავან, უკვე დაიწყე რომ გააქვს ვერსიები, როგორ მე გადმოვწეროთ. ძალიან ჩქარ მე კომპიუტერულად ვაზრობ. იცი რას მინდა კიდე რომ დააკვირდეთ, აი ეს სიგრძეებს რა ტექსტის, ნახე როგორ რა, მზად ხართ? გამოვწერო? დავინი. თამაშები და სადაც ფოტოები? ვიდეო წერია, იქაც ფოტო იქნება ჩემი აზრით. ეი, დაახლოს ვართ, ხო იცი? სიმღერები და თამაშები. გავხსნათ. ფილმი? ფილმი. აუი, მე ფილმი. ფილმი. ეს რამხელა თუ ძალითაა სპეციალად ამხელა ის გაგროვე. YouTube-დან სიმღერები. ეს ეთქლება? სიმღერები ითვლება, ხო? სიმღერები მეტყვება, ხო? თამაშები? ორივეს გეთვლება, ხო? კი, ორქულიანი და სამქულიანი არის ესე. ფილმი iPhone-ში? ამას ხალხი სირჩავს? კი. შეწარგოიდი. Play Store. Play Store-ის გადმოწერა რა უპეტურება. Play Store პირდაპირ ტელეფონში გაქვს. საინტერესო იყო ნამდვილად. ეს უეჭველი იქნება. აბა. მანქანა ხელოვნური ინტელექტი. Wi-Fi და დედაენა. რონი წავა. სკოლა. ვინ გამოიგონა სკოლა? მაგის. ეგ ვიხარ ბავში. წელი ეგრე ვიყავი მე. იცეს რომ მოიგონა ტიროდის. მეორეს გავხსნით. ტელეფონი. ტელეფონი. არ მიწერია მანქანა. პირველი ტელეფონი. Nokia. Natura. Natura ძალიან ლოგიკური ის არის, კი. სადღაც უეჭველი იქნებოდა. და მათემატიკა. ესეც ბავშვის დასერჩილია უეჭველი. არი ამდენი გაკვეთი. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. გადავიდეთ. გადავიდეთ. მესამე რაუნდი მეგობრებო, ამ რაუნდში მე დაგისვავთ რამდენიმე კითხვას. მე ამ კითხვებზე თქვენს პასუხებს ჩავსვავთ ჩვენს მიერ წინასწარ გამზადებულ სცენარში და მე თქვენ უნდა გაითამაშოთ ეს პატარა სცენა. მზად ხართ? ჯერ საბათი ვიწყებთ? კი. რენდომ ინგლისური სიტყვა. Hello. ლაბან ზედსართავი სახელი. კოპცია. ნივთიერება. მაგიდა. ცხოველი. შიმპანზე. თვე. სექტემბერი. ფრაზა ფილმიდან. აბა გაბედეს როლა. რიცხვი. 7. დროის მონაკვეთი. 10 წუთი და 27 წამი. ხმა ბგერა. ძაღლის ხმა. ძაღლის ყეფი. ხო, პინგვინი. რომელი დავტოვოთ? პინგვინი თუ ძაღლის ყეფა? პინგვინი. პინგვინი. კარგი. საგანი, ნებისმიერი ისევ კიდე ერთი. ისევ საგანი? ხო. კამერა. პროფესია. ფეხბურთი. გეომეტრიული ფიგურა. საკუთხედი. სხეულის ნაწილი. თავი. საჭმელი. ჩახოხბილი. ზმნა რამე მოქმედება. ჯდომა. რიცხვი. 17. ბოსტნეული. ბადრიჯანი. საყოფაცხოვრებო ნივთი. ტუალეტის ქაღალდი. კიდე ერთი ზმნა გადაღება. და ბავშვის მოფერებითი სახელი. აღო. ეგ არის. მზად ვართ. ვისთვის? მაგას ცოტა ხანში გაიგეთ. გამარჯობა საბა.
დიდი ხანია ვეძებდით ადამიანს, რომელიც ჩვენს ახალ ბრენდს წარადგენს. ჩვენი ბრენდი Hello. სულ ახლახანს გამოჩნდა ბაზარზე და ძალიან გაგვიხარდება თუ ისეთი კოპცია ბიჭი როგორც თქვენ ხართ და სპორტსმენი წარადგენს ჩვენს ამ ბრენდს. სახელი ცოტა უცნაურია, მაგრამ მე მზად ვარ. თავარია ფორმა იყოს კომფორტული, მითხეს რომ თქვენი ტანსაცმელი მაგიდისგან თქვენი ტანსაცმელი მაგიდისგან მზადდება. მართალია? ზუსტად. ეს მასალა საშუალებას გაძლევთ მოედანზე თავი იგრძნო როგორც ჩიმპანზე სექტემბერში. თან მაიცურს აქვს ჩამონტაჟებული მაგიდა, რომელიც დაგეხმარება თამაშის დროს. ეგ საინტერესოა. ანუ თუ ამას შევიცმო, შევძლებ რომ მოედანზე 7 მეტრი 10 წუთსა და 27 წამში გავირბინო? რა თქმა უნდა, რას მეტიც, ჩვენი ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ რომ სირბილის დროს გამოსე პინგვინის ხმა, რაც მეტოქის დააბნევს. არ მინდა რომ მოედანზე კამერას დავემსგავსო. სწორად გამიგეთ, მაისური რომელიც პინგვინის ხმას გამოსებს, გონი ცოტა საეჭოთ უნდა გამოიყურებოდეს. პირიქით, მესმის, თქვენი ეს აზრები. დიზაინი ისეთია, რომ შორიდან ყველას ფეხბურთელი ეგონები. გარდა ამისა, ჩვენი ბრენდის ლოგო, რომელიც არის სამკუთხედი, შენ თავზე იქნება გამოსახული არაჩვეულებრივად. კარგი. სტილზე მერე ვილაპარაკოთ. სარეკლამო კამპანია როგორ წარმოგიდგენიათ? მოკლედ, გვაქვს გიჟური იდეა. ხომ ისმენ, ხომ მომყოლია. ისმენ. შენ და შიმპანზეს ერთად უნდა გადაგიღოთ ფოტო, სადაც ორივეს ხელში გიჭირავთ ჩახოხბილი და ცდილობთ რომ მიჭდეთ. კარგი და ბონუსებზე რას მეტყვით? ჩემი პირობა მაქვს. მინდა რომ ხელფასის ნაცვლად მომცეთ 17 ბადრიჯანი ყოველთვიურად. შევთანხმდით? შევთანხმდით. მეტიც. ყველა გატანილი გოლზე საჩუქრად გადმოგცემთ მოოქროვილ ტუალეტის ქაღალდს. ოღონდ ერთი პირობით, გოლის აღნიშვნისას უნდა გადაიღო და დაიყვირო. აბა გაბედეს სროლა. მოსულა. მოვაწეროთ ხელი ამ კეთილ კონტრაქტს. დღეიდან მე ამ ბრენდის ყველაზე აღუ ამბასადორი ვარ. შენ გედაცვალე. აბა რა. ჩამოვარდით ხელი.